მოგესალმებით მეგობრებო, თუთაუნის ბომბა მოდელები ჩამოგვივიდა, უნდა წარმოგიდგინოთ ახლა, მაგრამ სანამ ამ სიახლეებზე გადავალთ, მინდა გითხრათ, რომ როგორც მოგეხსენებათ, მოდის ახალი წელი და გვინდა რომ ჩვენს მაღაზიაში ყველა შემომსვლელი არავინ არ დავტოვოთ უსაჩუქროდ, ვინც კი ჩვენთან რაიმე დანა შეიძენს. ყველას გადაეცემა ძალიან კარგი და სასურველი ნივთები, ისეთი ნივთები, რომლებიც უყვართ დანის მომხმარებლებს. ამებზე მოგვიანებით მოგახსენებთ, რა საჩუქრები გვექნება, მანამდე დანები გავიაროთ და თხოვნა იქნება, რომ ეს ვიდეო გააზიაროთ მაქსიმალურად, მიაწოდოთ ვისაც უყვარს ეს სფერო, ჩვენი ვიდეოები, ჩვენი მაღაზია რომ ნახონ და მოვიდნენ და არ დარჩეს არავინ უსაჩუქროდ და გვირდებით რომ ყველა დარჩება კმაყოფილი, როგორც შენაძენით, ასევე საჩუქრით და რავი, ბედნიერი შობა ახალი წელი, მოგვიანებით კიდევ თავიდან მოგილოცოთ რა თქმა უნდა. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს შეპურებულ ბომბადანებზე, ეს ჩემი საფირმო გახსნაა, მინდა გითხრათ, შეგიძლიათ თქვენ ათამაშოთ ესე კნოპკით. გვერდიდან ბევრნაირად იხსნება ეს და ძალიან კარგი მექანიკა აქვს და ნახეთ დააკვირდით არის ტიტანის ტარი, ორ ფერში შესრულებული ანოდირებით, შუაში ესეთი კრისტალური იასამნისფერი, გვერდები ჩვეულებრივ ტიტანის ბრად არის დატოვილი, ესეა გადაწყვეტილი. პირი კი ფოლადი ტემაქსი აქვს, მათ მიერ შექმნილი ფოლადი, თუთაუნის მოყვარულებმა და ჩვენს ვიდეოებს უყურებს მოგეხსენებათ, იცით რომ ეს ფოლადი ამ ბრენდის მიერ არის შექმნილი. M390 გავს ძალიან თვისებებით, მისი ანალოგია ფაქტიურად აგერ დატანილი ბრუტალიკას ლოგო და ეგერ backspace-ზე წარწერაც, რაც ნიშნავს, რომ ეს მოდელი მოხდა მათი კოლაბორაციით, თუთაუნისა და ბრუტალიკას კოლაბორაციით და მათ ერთად შექმნეს ეს ბომბა და მაგარი მოდელი. ლინზა დაშვება, საკმაოდ სქელი 3 მმ-ნახევრიანი პირი და რა თქმა უნდა საოცარი მექანიზმი, როგორც გითხარით. მაგარი დასაკეცი დანა, განსხვავებული, ელეგანტური, თანაც ლიმიტირებულია ეს დანა. განდამზადებულია სულ რაღაც 200 ცალი და ეს არის რიგით 190. ნუ ამათ ყველას მოყვება ესეთი საბუთები, ეს კონკრეტული Common-ის არის, მაგრამ ამ მოდელსაც Brazor-საც და ყველას მოყვება თავის საბუთი რა თქმა უნდა, სადაც წერია ლიმიტირებულია, ნუმერაცია მისი, ფოლადი და ყველაფერი, რაც საჭიროა, ნუ თავისივე ფოუჩები აგერ დევს. ხო, შემდეგი მოდელი მეგობრებო, გახლავთ Guerrero, ეს მოდელი ჩვენ გქონდა წინა თუთაუნების ჩამოტანაზე. მალევე გაიყიდა და მომხმარებლებს ძალიან მოწონდა და გთხოვდნენ და ცოტა დროში გაგვეწელა, მაგრამ როგორც ხედავთ ეს დანა ისევ აქ არის. მეგონი მაშინ შავი პირით იყო თუ სწორად მახსოვს. ახლა კი ესეთი თეთრი პირით არის წარმოდგენილი, ძალიან დიდი backspace-ერი, მაგრად შეკრული კონსტრუქცია, ულამაზესი ტიტანის ტარი, კრისტალური დაფარვით და შიგნით ისა ესეთი fed carbon-ი. პირი კი, მეგონას ამშვენებს ესეთი პატარა ღარი, სატინის დაფარვა, მოკლედ საერთო ჯამში ძალიან ლამაზი, განსხვავებული და ცოტა აგრესიულიც კი არის ეს დანა. მაგარი დანა მინდა გითხრათ რა. ნუ აგრესიას რაც შეეხება, გადავიდეთ შემდეგ მოდელზე, შედარებით უფრო ბიუჯეტური. ჰავკი უნდა წარმოგიდგინოთ, თუთაუნ ჰავკი ქვია ამ მოდელს. ბიუჯეტური არ ნიშნავს უხარისხოს, რა თქმა უნდა ძალიან მაღალ ხარისხიანი და ძალიან კარგი დანაა. კარბონის ტარი, კარგად დამუშავებული გვერდებით, ტიტანის საკიდი და backspace-ერი და ესეთი აგრესიული პირით. არც ერთი კუთხე არ იქნება, ძალიან კარგადაა რა ეს ყველაფერი დამუშავებული, ერთადერთი რაც იქნება ამ დანის წვეტი და მჭრელი პირია. ესეც უნდა იყოს, ეს ხომ ტაქტიკური დანაა, კარგი მექანიზმით, front flip გახსნის მექანიზმი გვაქვს და ზომა საკმაოდ ისეთია რა, საშუალო ზომის, მსუბუქი და კარგი ედისია მოკლედ. შემდეგი მოდელი კიდევ უფრო მსუბუქი და მაგრამ უფრო ელეგანტური დახვეწილი მოდელი, საირა უნდა წარმოგიდგინოთ. ძალიან თხელი, ნახეთ რა მოდი პირველ რიგში შეათვალიერეთ დანა. თვითონ როგორია ვიზუალურად აკარგად გასდევს ღარი ტარზე, გადადის პირზე. თითოეული დეტალი ნაფიქრი და ნამუშევარია, ძალიან ლამაზი backspace-ერი, საკიდი, ერთფერში ანოდირებული და ეს მთავარი ვინტი. თხელი პირი აქვს. და თვითონ ტარის ეს ტიტანი საკმაოდ თხელია და მსუბუქია რა, სულ რაღაც 65 გრამია ეს დანა და არ არის პატარა, საკმაოდ ისეთი საშუალო ზომის დანაა და რაც შეეხება ფოლადს, ეს T14-იანი, ნაწურთობია საკმაოდ მაღალი სიმტკიცით, 62-63 როკველამდეა და ვფიქრობ ძალიან მაგარი ამბავია ეს რა. და აქვს ძალიან კარგი სამუშაო ზომა, ფორმა, ძალიან პრაქტიკული იქნება ეს დანა, საკმაოდ აგრესიულიც არის ამავდროულად. მოკლედ ერთ სიტყვით მაგარი ბიჭია, მაგარი ედისია, ეს შავ ფერშია წარმოდგენილი, შავი კრისტალური ანოდირებით და ტიტანი და შავი DLC პირი და მეორე მოდელი, იგივე საირა, გვაქვს თეთრ ფერშიც მეგობრებო. ღია ფერში რა, თეთრი არ ქვია ამას უფრო
ოთეთრო, არ ვიცი. ძალიან ლამაზი კი არის და უხდება ეს ფერის. და უფრო მუქ ფერებშია გადაწყვეტილი საკიდი backspace-ერი და ვინტი ამ შემთხვევაში. დანარჩენი უკვე როგორც ვიცით ხოლმე გემონების ამბავია და თავად გადაწყვეტეთ რომელი უფრო მოგეწონებათ. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს საირას, ეს კი ფინია ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი, ეს დანა უკვე ჩვენ გვქონდა. და ახლა მეორეც შემოვიტანეთ აი ესეთი კარგი სატინის უხეში დაშვებები გრაინდებით პირზე. ფორმა ძალიან დახვეწილია ასევე როგორც საირა, მაგრამ ეს უფრო შედარებით უფრო სქელია პირის, სტარიც და ხელში ძალიან კარგად ძის. ხასიათი დგავს საირას, მაგრამ დიზაინი იმდენად განსხვავებულია, რომ რადიკალურად სხვადასხვადაა რა თქმა უნდა. ეს თანაც ლიმიტირებულია, დამზადებულია 300 ცალი და აი ეგრე წერილი 41 ეს კონკრეტული. ეს არის ჩვენი ფინი და გადავიდეთ common-ზე, ასევე ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოდელი. common-ებში ერთ-ერთი გამორჩეული და მაგარი common-ი, რატომ ამას თავად მიხვდებით, როცა შეხედავთ მის პირს. SLD Magic-ი აქვს პირი, ძალიან ლამაზი, სამეი. დარი ტიტანი, ოქროსფერი ანოდირებული backspace-ერით. ნახე ხო ვითომ არაფერი, პატარა დეტალია backspace-ერი და ემთავარვინთან გარშემო ეს პატარა რგოლი. ოქროსფერი, მაგრამ ისი აცოცხლებს, ამხიარულებს და ანაც რავი, ძალიან სასიამოვნო და მოსაწონია ეს ყველაფერი. პირის ეს ზედაპირი ძალიან კარგადაა დამგოლებული და დამუშავებული და აი შუაში ჩაყოლებულია ეს ამის ხაზი, რომ სასწაულია და სულთა იაპონური სული და ხასიათიდებს ამ დანაში. მოკლედ ძალიან საყვარელი და მაგარი მოდელი. და შემდეგი მოდელი თუთაუნის ესპადა უნდა წარმოგიდგინოთ, ეს თანა პირველად რომ ამოვიყო, თვითონ ამოვიდი ამ ხრიდან და უყურებ მეთქი რა ლამაზია, რა სასწაულია. ეს მუქი კრისტალური შუაში ანოდირებით ტიტანი, აი ეს ღია ფერის სატინის დაფარვით ტიტანი, ეს მაგარი კუთხოვანი, ნახე რა ლამაზი საკიდი აქვს. ამ გვერდს უყურებ და მოკლედ აღთოვანებული ვარ ამისი ლამაზით გადმოაბრუნე და აქეთ კიდე რაღაცა უფრო სასწაული შემხვდა ეს კარბონი ჩასმული, მოკლედ ძალიან შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ დანამ. მოდი ბევრი რო აღარ გავაგზავნო, გავხსნი და შევხედოთ თვითონ დანას.აცრავად, გავსუფთავოთ, გავალამაზოთ. ესეთი შავი DLC დაფარვით გვაქვს პირი. დააკვირდით შეიძლება ფოლადი ამ შემთხვევაშიც გვაქვს C-Max-ი. აი ეს დანაც არის ლიმიტირებული რაოდენობით, სულ რაღაც 300 ცალია დამზადებული და 257-ია ეს კონკრეტული. უნდა კიდევ ერთხელ დავკეცავ და გავხსნი რომ ნახოთ კარგად. ვფიქრობ საინტერესო დანაა ეს ჩვენი ესპადა. ეს კი უკვე თუთაუნების ამჯერად ამოვწურეთ ეს დასაკეცი მოდელები და გადავიდეთ Microtech-ის Combat Trudon-ზე. ძალიან მაგარი მოდელია, ყოველთვის მომწონდა და ახალი Trudon-ი უფრო ისეთია, რბილი აქვს დაუმსუბუქეს, ხო უფრო რთულად და მძიმედ იხსნებოდა მექანიზმიდან, ძალიან მომწონს რა დაიხვეწა ეგ ამბავი მოკლედ. ესეთი ალუმინის, საავიაციო ალუმინის ტარი გვაქვს და M390 MK ფოლადი სტოუნოში დაფარვით. ძალიან აგრესიული და ამოდროულად ლამაზი დანა, ყოველთვის მიმზიდველია ხოლმე Microtech-ის მოდელები და ეს კარგი მოდელი ჩვენს მაღაზიაში არის წარმოდგენილი. ეს კი მეგობრებო უფრო კლასიკური და პრაქტიკული ედისია, Benchmade ბარაჟი უნდა წარმოგიდგინოთ. Diris Light-ის სტარით, Black Cerakote ფინიშით არის S30 ვიფოლადი, ნახე და მაგარი ფინიშია ძალიან სხვათა შორის ეს Bench ძალიან უყვარს და ძალიან უხდება დანებს რა განსხვავებულიც არის. და თან ძალიან ხარისხიანი არსებობს ეს რამოზე გადავიდეს. მექანიზმი ალბათ როგორც შეამჩნიეთ, ნახევრად ავტომატურია, გვაქვს ჩამკეტი. და ძალიან კარგი სათამაშოც არის ამავდროულად და ჩანს ცოტა რაღაცა მასიური ეს ტარი და ბუთქუნა, მაგრამ ეს Richlight საკმაოდ მსუბუქი მასალაა და არ არის მძიმე რა. ნამდვილად არ არის მძიმე. პირიქით მსუბუქიც არის რა. მეც ელოდები მეც წონას მოკლედ ამ დანას რომ ხელში იღებ რა. შემდეგი უნდა წარმოგიდგინოთ Kaiser-ი. Kaiser-ის აი ესეთი მაგარი მოდელი, პიონერი ქვია მოდელს. სხვა სიახლეების ქონდა მაღაზიაში, მაგრამ გადავწყვიტე რომ ყველაფერი არ მომეხვედრებია, რომ ძალიან არ გადატვირთულიყო ვიდეო, მაგრამ ეს მოდელი უნდა მომეხვედრებია, ვფიქრობ, იმიტომ რომ გამაკვირვა რა ძალიან მაღალ ხარისხითაა შესრულებული, დამუშავებული ტიტანი და კარბონი. შიგნით ოქროსფერი ანოდირებით, აქ მუქი ვერცხლისფერი ანოდირებით ტიტანი, ესეთი მაგარი კარბონი და ისე კარგადაა დამუშავებული, დიზაინის მაგარი აქვს, ძალიან უხდება, ვფიქრობ ამ დანას და ფრონტითაც კარგად იხსნება, სტანდარტულადაც თამსტადითაც და მოკლედ ძალიან მაგარი პრაქტიკული ედისია რა. ძალიან მომეწონა დამუშავების ხარისხი და მასალებიც ახლა M390 ტიტანი კარბონი მეტი რა უნდა მოთხოვოთ Kaiser-ს მით უმეტეს და ძალიან მაგარი ამბავი, ლოგო ნახსადაა დატანილი.
ეს რაღაცა ორიგინალური ამბავია. ერთადერთი დამატკილას არის ხოლმე და მომეწონა. კაი მოდელია მოკლედ ეს პიონერი ძალიან მომეწონა. ახლა კი გადავიდეთ ბარქრივერებზე, მეგობრებო, უფრო რადიკალურად განსხვავებულ დანებზე. როგორც ყოველთვის ჩვენი მაღაზიები თავაზობთ ხოლმე. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ერთფეროვნები არ ვიყოთ რა და ამჯერად მაგარი მოდელები უნდა წარმოგიდგინოთ. ბარქრივერ ბრავო ალფა. აი მე რასასწაულია ეს დანახელში რომ დაიჭერ მე ხვდები რასთან გაქვს საქმე. ზოგადად ბარქრივერის დანები ეგრე არა, ესეთებია რა. ერთი შეხედვით ვისაც არ ქონია შეხება, ვინც დანებში ცოტა ნაკლებად ერკვევა, ვინც არ არის მოლაშქრე ბუშკრაფტერი და არ ქონია ბარქრივერთან ყვეთა, ესე ვთქვათ, რაღაცა სტანდარტული ფორმის, რაღაც სამზარეულოს დანას გავს და რაღაცა ესეთი კომენტარებიც გამიგე, რაც არა მეგობრებო, არა რა, სულ სხვა რაღაცა, სასწაული დანებია. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და მაგარი დანებია ფიქსედებში, ყველაზე გამოსადეგი მონადირისთვის, მოლაშქრისთვის, საველე პირობებისთვის, ყველაფრისთვის ან ამ სამივე მოდელზე არის დატანილი ახლა CPM სამივე ფოლადი. full ტანგია რა თქმა უნდა. ესეთი მაგარი კანვას მიკარტა სტარი აქვს მაგარი დამუშავებით, აი მთელი დღე რო ხელში გეკავოს ჭრა, აკეთო მძიმე დატვირთვები, ბატონინგი, ჩეხვა, უბრალოდ ხელი არ დაგეღლება, ეს ხო ძალიან ბევრს ნიშნავს და ფორმების ყოველთვის ისეთია შერჩეული, რაც არის პრაქტიკული და გამოსადეგი. ну სამივე ფოლადს რაც შეეხება, როგორც მოგეხსენებათ, არის დარტყმა-გამძლე, წვეთამედეგი და გათვლილია მძიმე დატვირთვებზე. ყოველთვის არა, შემდეგი სკანდია ძალიან ხშირად ბარკრივერი იყენებს კონვექს ნალეს. კონვექსი დაშვება არის ყველაზე პრაქტიკული. თავისი გამძლეობით ყველაზე მეტად უძლებს დატვირთვებს. ასევე ჭრის ხარისხი მაგარი აქვს, ყველაზე ძნელად ბლაგდება, მოკლედ ერთი და იგივე ფოლადი რომ ავიღოთ კონვექსი ნალესით და შეწეული ნალესით, კონვექსი ყოველთვის აჯობებს რა თქმა უნდა და ეს მაგარი ამბავია. ამის მიღება ხელით ხდება და მოკლედ ბედნიერი ამდანის მომხმარებელი რა. ძალიან ქება და ქება მხოლოდ ბარქრივერის დანებს. ესეთი მაგარი ქარქაში მარკო ცალკე ნივთია ნახეთ რა დამუშავება აქვს და რა შესრულება, ანუ უბრალოდ დაიღე და მთელი ცხოვრება გამოიყენე, იხმარე და კმაყოფილი დარჩება ამდანის მომხმარებელი, ამისი განხილვები და ძალიან დიდი ზღვა მასალა YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ, ჩემზე ბევრად მაგარი და გამოსწილი ხალხი ხსნის ამდანებს და ნამდვილად დაეჯერებათ მათაც რა თქმა უნდა. შემდეგი მოდელი როგორც გითხარით, აი ეს სკანდი უნდა წარმოგიდგინოთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი და საყვარელი ფორმა. ახინჯია და ამ დროს ძალიან ლამაზი რა. ძალიან ლამაზი და მაგარი დანა, დიდი ტარი, პატარა პირი და ამ დროს საოცრად პრაქტიკულია ეს მოდელი რა. ეს უნდა გამოსადრო ამაში დარწმუნდა. ეს სკანდინავიური ნალესი როგორც ვიცით ხეზე მუშაობს მაგრად რა. ჩვეულებრივი ნალესი თუ რაღაცა ცოტა ძნელად ჩადის, ეს ხლიჩავს ეგრევე ხეს და ეგრევე დიდ ზიანს აყენებს უფრო ხეს მოკლედ რა. ამის ტესტები ძალიან კარგი იქნება რომ გადავიღოთ და ჩავწეროთ გიო, მამდენი ხანია გეგმავთ და მოკლედ მივალთ მაგ ეტაპზე აუცილებლად თან ძალიან მალე რა. ძიმე ტესტებსაც გავაკეთებ ჭრასაც და მოკლედ ბევრ საინტერესო რამეს გვირდებით და შემოგთავაზებთ. ეს რაც შეეხებოდა ჩვენს სკანდის. და ახლა უნდა გადავიდეთ აი ამ საოცარ ბრუტალურ დანაზე. ნახე რამ ხელა გია ცოტა ახლო დანაშვენეთი შეიძლება. ხელში კარგად აღიქვას მომხმარებელმა თუ რამ ხელა და ჩვენმა გავწერვა რამ ხელა და რა მაგარი დანა. ბრავო და უბრეკონი ქვია ამ მოდელს მეგობრებო. და ნახე როგორი აგრესიული პირზე ღარი, ნახე პირის ფორმა, ეს კონვექსი ნალესი, ბრუტალური დიდი სასწაული აქვს, ესეთი სამტვრევი აქვს. საოცარი დანა, სამუდამო დანა, საშვილიშვილო დანა მოკლედ რა. და ბერებს ნებისმიერ ადამიანს და კიდევ დარჩება ოჯახს და გადაეცემა შთამომავლობის ისეთი დანა. აქტუალებული ვარ ასევე ამ მოდელი და ყველა ბარკის მოდელით. კიდევ გვექნება ჩვენ ამათი კარგი სიახლეები და რა თქმა უნდა იმათაც შემოგთავაზებთ. აღარ დავიწყებ ქარქაშების ჩვენებას და მას ჩადება ძალიან მოსაწყენი და დაწელილი ვიდეო რომ არ გამოგვივიდეს. დანარჩენი გამოგვიარეთ მეგობრებო და ადგილზე ვნახოთ და გავეცნოთ და ვისაუბროთ, გავცვალოთ ინფორმაციები, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე დანის მოყვარულებთან საუბარი და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება და ემოციებია. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ თუთაუნის აი ამ სამზარეულოს დანებზე, რა რთულია ბარკრივერიდან სამზარეულოს დანაზე გადასვლა, მაგრამ მზარეულს არ ჭირდება მოკლედ ბარკრივერი და ასე რომ ჩვენ მზარეულებზეც ვიფიქროთ, მოდი. აი ესეთი პატარა საყვარელი და მაგარი მოდელი, ცოტა ბევრი ჩამოვიტანეთ ეს დანები გვაქვს მარაგში, იმიტომ რომ ძალიან მოგვეწონა ხარისხი რა. თუთაუნ ბლანში ქვია მოდეს, ეს არის პატარა ბლანში, ეს კიდე უფრო დიდი ზომის, ფოლადი 14-28 ენია, ძალიან პრაქტიკული.
გერმანული ვაცრავად. დავიბრანი.